დამხობის მცდელობის ან მოწოდების გარდა კანონით დაისჯება ამ ქმედებისათვის ნიადაგის მომზადებაც. ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ ახალი მუხლის სისხლის სამართლის კოდექსში. გრანტების შესახებ კანონში ცვლილება და თამდევი კანონპროექტები იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ მეორე მოსმენით მხარდაჭერილია. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ის რაც გერმანიაში ისჯება დაისჯება საქართველოშიც. საკითხი მიმდინარე კვირას სესიაზე განიხილება. ნინო არღულიანის რეპორტაჟი. პერფორმანსი, რა თქმა უნდა, არ ჩაითვლება სისხლის სამართლის დანაშაულად და ივლება მკაფიო ზღვარი ერთი მხრივ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასა და მეორე მხრივ დანაშაულებრივ ქმედებას შორის. ჯარიმა საზოგადოებრივი შრომა ან სამწლიანი პატიმრობა დასჯადი ხდება კანონის მასობრივი დარღვევისკენ ან მასობრივი დაუმორჩილებლობის მოწოდება. მოწოდება ალტერნატიული ორგანოების შექმნისკენ. ხელისუფლების წარმომადგენლად სხვისი ან საკუთარი თავის თვითნებურად წარმოჩენა ან სხვა სახის სისტემატური მოქმედება, რაც მიმართულია ქვეყნის კონსტიტუციური წყობილების და კონსტიტუციური ორგანოების არალეგიტიმურობის შესახებ აღქმების დასამკვიდრებლად. Სამწუხაროდ გვაქვს მოცემულობა, რომ არსებობენ მაგალითად პირები, რომლებიც სისტემურად და სისტემატიურად არ ცნობენ კონსტიტუციას, არ ცნობენ კონსტიტუციურ წყობილებებს და რეალურად ისინი თავიანთი ქმედებებით საქართველოს სუვერენიტეტს უქმნიან საფრთხეს, ამავდროულად არ ცნობენ დემოკრატიის უმთავრეს პრინციპს, რომ საქართველოში საქართველოს ხალხი იღებს გადაწყვეტილებას და კონსტიტუციური ორგანოების არცნობა და სხვებისთვისაც მოწოდება, რომ არ დაემორჩილონ მათ, ესეც მიმართულია ზუსტად დემოკრატიული წყობილების საწინააღმდეგოს ქმედება, რაც კონსტიტუციურ ჭრილში პარტიებისთვის არის აკრძალული, აღნიშნული ქმედების მათ შორის გამოყენება უკვე სხვა ურთიერთობებშიც ხდება დასჯადი. პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება იქნება კონსტიტუციური წყობილების ან კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების მოტივით ჩადენილი დანაშაული. გიორგი გახარიას პარტიამ დღეს ცვლილებების ავტორებთან კითხვის დასმა ვერ გაბედა და მხოლოდ კომიტეტის ხდომის დასრულების შემდეგ თქვა, რომ ქართულ ოცნებას აღიარების მიღება კანონის ძალით სურს. თუმცა ქვეყნიდან გაქცეული ლიდერის პარტია ამ პოზიციით საპარლამენტო ოპოზიციაში უმცირესობას წარმოადგენს. ამ კონკრეტული ცვლილებებით ცდილობს მოქალაქეები აიძულოს ან დააშინოს, რომ მოქალაქეების პროტესტი ჩაახშოს, რომ არ იყოს მათგან კონკრეტული მოწოდება მიმართვა უცნობის ხელისუფლებისადმი, რომ არ აღიარებს საზოგადოების ნაწილი. ნებისმიერი ქმედება, რომელიც მანამდე იცით, რომ ისედაც დასჯადი იყო, ახლა უკვე ამას დაემატება ფაქტობრივად ნიადაგის მომზადება, რომ თითქოს ვინმეს კონდეს დამატებითი მორალური უფლება იმისა, რომ შეცვალოს ხელისუფლება ძალადობრივი გზით. ცვლილებებს ქართული ოცნება ბოლო წლებში განვითარებული მოვლენებით ამყარებს, როცა ქვეყნის შიგნიდან და გარედან ქვეყნის სუვერენიტეტის გარდა ებრძოდნენ განვითარებასაც. მართველი გუნდი ამბობს, რომ კანონი დაიცავს ქვეყანას და დაიცავს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასაც. ჩვენ ყოველთვის ხედავთ, რომ როდესაც ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილება, ისინი მტრულ პოზიციას იკავებენ. ფასების დროს ისინი კაცვირების მხარეს დგებიან, გამჭვირვალობის დროს ისინი შავბნელი მიზნებით შემოიფარგლებიან და აქაც ესეა, როდესაც ჩვენ კონსტიტუციის დაცვით ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს ვიცავთ, ისინი რა თქმა უნდა ებრძვიან ჩვენს ქვეყანასაც, კონსტიტუციასაც და სუვერენიტეტს. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას არ დაუშვებთ, რომ კონსტიტუციური დებულებების საწინააღმდეგო კანონმდებლობა იქნას მიღებული, არავითარი გამოხატვის თავისუფლება შეზღუდული არ იქნება, ეს წარმოუდგენელია. უბრალოდ იქნება დაცული ჩვენი სახელმწიფო ექსტრემიზმისაგან და რადიკალიზმისაგან. საბოტაჟს კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ კანონი უნდა დაუპირისპირდეს. ეს დღეს მთავრობის მეთაურმა თქვა და არაღიარებასთან დაკავშირებით ოპონენტების პოლიტიკა ოკუპანტის პოლიტიკას გაუტოლა. როდესაც არავითარი მტკიცებულება არ აქვს არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით და მაინც აგრძელებ საბოტაჟს და როდესაც მაინც აგრძელებ ექსტრემიზმის კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ, ამას უნდა დაუპირისპირდეს, რა თქმა უნდა, კანონმდებლობა. რუსეთის ფედერაცია და 4 სხვა ქვეყანა არ აღიარებს საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციას საქართველოს ტერიტორიის 20%-ზე და საქართველოში არიან ექსტრემისტული ძალები, რომლებიც არ აღიარებენ საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციას ქვეყნის ტერიტორიის 100%-ზე. ჩვენ უპირისპირდებით ერთსაც და მეორესაც. ერთ შემთხვევაში უპირისპირდებით ოკუპაციის შესახებ კანონით და მეორე შემთხვევაში უპირისპირდებით ექსტრემიზმის შესახებ ჩანაწერით სისხლის სამართლის კოდექსში.
ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ ცვლილებების სისხლის სამართლის კოდექსში აისახება, რომელიც პარლამენტში წარდგენილი გრანტების შესახებ საკანონმდებლო პაკეტის ნაწილია.